საერთო უწყვეტი ეროვნული პროტესტის 218 დღეს რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილი არის, მოქალაქეები აქ კვლავ იკრიბებიან. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილება გიორგი მინდაძის საქმესთან დაკავშირებით. მე გაჩვენებთ ახლა კადრში რა ვითარება არის რუსთაველის გამზირზე. სწორედ გიორგი მინდაძის მხარდამჭერები, რომლებიც მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში იმყოფებოდნენ, ზოგიერთი მათგანი მცირე სხდომათა დარბაზში პროცესსაც ესწრებოდა, მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, ასევე დღეს რუსთაველზე მოვიდა მთის თემის წარმომადგენლების აქცია, მარში, რომელიც ფილარმონიიდან დაიძრა, შემდგომ გაიარა აღმაშენებლის გამზირი და მოვიდნენ უკვე რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ტერიტორიასთან. აქ შეკრებილები არიან როგორც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. პროტესტის 218 დღე განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებისთვის, რადგან როგორც გითხარით, კიდევ ერთი სინდისის პატიმრის განაჩენი გამოაცხადა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, რომელმაც მანამდე სახელი გაითქვა მათე დევიძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებით. თქვენ ახლა კადრში ხედავთ სინდისის პატიმრების მშობლებს. შეუძლებელია არ აღწეროთ ის ერთობა, რომელიც ამ ადამიანებში იგრძნობა. ახლა ჩვენ ხედავთ ნანი წულაიასაც, გიორგი მინდაძის დედობილს, რომელსაც პირდაპირ ეთერში გავესაუბრები ახლა. ქალბატონო ნანი, მოგესალმებით. ქალბატონ ნანის გავესაუბრებით. მანამდე ქალბატონ მარისთან გადავალ შეკითხვებით. მოგესალმებით ქალბატონო მარიზი. საკმაოდ ერთიანები ხართ დღეს განსაკუთრებით, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დღე იყო, მაინც მოხვედით რუსთაველზე და პროტესტი უწყვეტი არის, გრძელდება კიდევ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს პრეცედენტები და განაჩენები, რა მოლოდინები გაქვთ თქვენ და როგორ გრძნობთ თავს პირველ რიგში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ რუსთაველია ჩემი სახლი და ჩვენი სახლი და აი ვინც დგეხართ, სულ ყველა ხართ ჩვენი წევრები, ოჯახის წევრები. ამიტომ მოვედით რუსთაველზე, სადაც ყველაზე დიდ შვებას ვგრძნობთ და კიდევ დღეს იყო მძიმე დღე, რა თქმა უნდა, მაინც ვფიქრობდი, რომ შეიძლება ან გადაიტანონ ან რაღაცა, მაგრამ მე პირადად უფრო გავძლიერდი, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი იყო ძალიან მშვიდი, იქიდან რაღაცებს მაიმუნობდა. ნანი გვირდებოდა, რომ არ ვიქნები ემოციურიო, მაგრამ დედა არის და დედის პოზიციიდან მაინც გამოხატა ის ემოციები და ეს იყო ბუნებრივი. კიდევ მეტი მეგონა, მე მეტს ვიზამ, აქიდანვე ვიძახი, მე რასაც ვიზამ უკვე ვიცი, იმიტომ რომ გამწარდე ვიცი, რასაც მიუსჯიან ჩემს შვილს და როგორც მიუსჯიან, მაგრამ მომზადებული ვარ რას ვეტყვი სასამართლოს. ამიტომ გავძლიერდით ჩვენ ყველა დედა ალბათ და ყველა ოჯახის წევრი, იმიტომ რომ ჯერ იყო მათე და ძალიან მტკივნეული იყო, დღეს იყო გიორგი და მე უკვე ძლიერი ვარ, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ უფრო ერთად ვიყურებით ამის გამო. კიდევ უფრო ერთად. ეხლა ნანის გვერდში ვართ, ხვალ ვიღაცის გვერდში, ვიცით რომ ეს იქნება ესე ბოლომდე. ბოლომდე იქნება და როცა დასრულდება ეს ყველაფერი, ჩვენ მაშინ დავიწყებთ მოძრაობას და ძალიან ჩქარა ჩვენი შვილების გაგრძელდა 9 თვემდე, ამათი ძალიან მალე დასრულდება. ძალიან მალე. ამნაირ სიყვარულს, ამნაირ ურთიერთობას ვერც ერთი მთავრობის წევრი, ვერც ერთი დედა, როგორც თქვა დღეს ნანიმ რომ გალუსტაშვილმა რა იცის რა არის შვილი, სიყვარული შვილის დედაშვილობა, ალბათ მართლა არ იცის, იმიტომ რომ გალუსტაშვილის სახე მე დღეს პირველად ნახე, აი იდო ხალი საბრალდე იმაზე რა ქვია, მოსამართლის სკამზე, მანტიით ჩაცმული, აი იდო არ ძარღვი არ უტოკდა საერთოდ არც ერთი და ამიტომ ჩვენ იქნებით კიდევ უფრო ძლიერები და აუცილებლად დავამარცხებთ ჭორვილელ ვირთხას. ძალიან დიდი მადლობა. თორნიკე გოშაძის დედას უსმედით, ნანი წულაიას გავესაუბრებით, რომელიც დღეს იუბილარი არის და საკუთარ დაბადების დღეზე მოუხდა შვილის განაჩენის მოსმენა. ქალბატონო ნანი, რამდენად მძიმე იყო თქვენთვის ამ განაჩენის მოსმენა? თქვენ ამშვიდებდით ამ სტრეს საზოგადოებას, ამხნევებდით და გადასცემდით მათ შორის გიორგის სიტყვას. ძალიან მძიმე დღე იყო განაჩენის გამოტანა, მაგრამ იმდენად ვიყავი შეგუებული და
გიოს შემართებამ იმდენად სტიმული მომცა, გიოს გამოგზავნილმა წერილმა ისეთი შემართება მომცა, სხვა უფლება არ ამქონდა. სტუდენტების გვერდითაც უნდა ვყოფილიყავი, გულშემატკივრების გვერდითაც უნდა ვყოფილიყავი, ახლობლების გვერდითაც უნდა ვყოფილიყავი და სოფლიომ უნდა დაინახოს ჩვენ ქართველიერი ძლიერი რო ვართ. ჩვენ ადვილად არ ვეცემით. მით უმეტეს მე დედა ყველა დედის სახელით ვამბობ, ჩვენ არასოდეს არ დავეცემით. ჩვენ ვაჟკაცების გვერდით ვიქნებით, ჩვენი შვილების გვერდით ვიქნებით. ერთი ყველას დედაა. ჩვენ ასეთი დევიზი გვაქვს, ყოველთვის ვიქნებით შვილების გვერდით, არც არაფერს დავაკლებთ, არც ერთი განაჩენი არ მოგვიღებს ბოლოს. რკინის კალამნებს ჩავიცმევ, ფეხში შველა ვივლი. ვიბობოქრებ, არ გავჭერდები და ჩვენ შვილებს გარეთ გამოვიყვანთ. ჩავიხუტებთ გულში და ერთიანად ვიცხოვრებთ ბედნიერ საქართველოში. მიხურონ გაღიმებულს ყოველთვის დაცემულ ჩვენი მთავრობა მე ვერ ვნახავს. მადლობა ხალხო ამ ბედნიერი დაბადების დღისთვის. ასეთი სტუმარი არავის არ ეყოლება. დღეს მე რა სტუმრები მყავდით. ნანი, საინტერესოა გესაუბრათ თუ არა გიორგი განაჩენის გამოცხადების შემდეგ. ელაპარაკეთ თუ არა მას როგორ გრძნობს თავს? გიორგის განაჩენის გამოტანის მერე არ დავლაპარაკები ვარ. წეღან დაურეკია და ვერ მოვასწარი ტელეფონის აღება, მედიას ვაძლევდი ინტერვიუს, რომლებსაც ეხლა მე მედიას გვერდს ვერ გადავუხვევ, იმიტომ რომ 8 თვე დღე-დაღამე ჩვენ გვერდით იყავით უყველა. გიორგისთვისაც დიდი შვებაა რომ თქვენ ყველაფერს აშუქებთ და გიო ამას უყურებს და ჩემთვისაც დიდი შვებაა შვილი რომ მიყურებს. იმიტომ რომ მე რო ახლოში მივიდე იმის უფლება არ მაქვს. ჩვენმა სახელმწიფომ ასეთი კანონი გამოუშვა. არ მაქვს არანაირი უფლება, მაგრამ გიორგი წეღან შესვენებაზე ჯავახიშვილ ზვიად ცეცხლაძეს და იმათ დააბარა. გეხვეწებიო დარბაში ყველას უთხარით დედას მიმიხედონო. კი დაინახა ჩემი მომღიმარი სახე, მაგრამ გიო მიცის ახლა ჩემ გულში რა ხდება. გიოს დაირად ვერავინ მე ვიხდება იმას. იმიტომ რომ აი მართლა ბოდიშ ვიხდი შვილზე ასე რომ ვამბობ, მაგრამ გიორგი არის განსაკუთრებული. თბილი და აი უსაშველოდ საუკეთესო. ნანი წულაიას უსმენდით, გიორგი მინდაძის დედას, სწორედ გიორგი მინდაძის 21 წლის პროევროპულ აქციებზე დაკავებული აქტივისტის განაჩენი გამოცხადდა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მას. სასამართლოში იყო მცირე დაპირისპირებაც მანდატურის სამსახურსა და იქ შეკრებილ აქტივისტებს გულშემატკივრებს შორის. ამ ინციდენტის შემდგომ და პროცესის დასრულების შემდგომ კი ყველამ რუსთაველის გამზირზე მოინაცვლეს. ასეთი არის საერთო უწყვეტი პროტესტის 218 დღე აქტივისტები აქ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები რა თქმა უნდა კვლავ რჩებიან და აგრძელებენ პროტესტს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა არის რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება.